I will win. Just watch. დღეს ამოვხსნით ერთსა და იმავე თემაზე. ერთნაირი სტილისა და მსგავსი სირთულის ორ უტოლობას. პირველი ამოცანა 2026 წლის მასწავლებლების გამოცდიდანაა. ეს არის ხუთქულიანი ამოცანა და წარმოადგენს ლოგარითმულ უტოლობას. პირველ რიგში უტოლობა ცოტა გავამარტივოთ და შემოვიღოთ აღნიშვნა. კვადრატული ფესვი ლოგარითმი 2-ის ფუძით x-1. აღნიშნოთ ტეთი. ამ აღნიშვნის გათვალისწინებით უტოლობა მიიღებს სახეს 3t + 10t კვადრატი მინუს 7 ნაკლებია ან ტოლია 0-ის. გადავწეროთ უფრო მოსახერხებელი სახით 10t კვადრატი + 3t - 7 ნაკლებია ან ტოლია 0-ის. ეხლა ამოვხსნათ ეს კვადრატული უტოლობა. ჯერ ვიპოვოთ დისკრიმინანტი, შემდეგ ფესვები. ფესვებია -1 და 0.7. ამიტომ კვადრატული უტოლობის ამონახსნია t - 1-სა და 0.7 შორის. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ t კვადრატული ფესვითაა განსაზღვრული, ამიტომ t უარყოფითი ვერ იქნება. შესაბამისად, t მდებარეობს 0-დან 0.7-მდე, ორივე საზღვრის ჩათვლით. ეხლა გავიხსენოთ ჩვენი აღნიშვნა. t უდრის კვადრატულ ფესვს ლოგარითმი 2-ის ფუძით x-1-ისა. თუ ორივე მხარეს კვადრატში ავიყვანთ, მივიღებთ ლოგარითმი 2-ის ფუძით x-1 მდებარეობს 0-დან 0.59-მდე. აქედან x-1 მდებარეობს 1-დან 2 ხარისხში 0.59-მდე. შესაბამისად, x მდებარეობს 2-დან 1 + 2 ხარისხში 0.59-მდე. ეხლა გადავიდეთ მეორე უტოლობაზე. ეს არის ორქულიანი ამოცანა რუსეთის უნივერსიტეტებში აბიტურიენტების მისარები გამოცდის ტესტიდან. ანუ იქ ეს ამოცანა მხოლოდ ორი ქულით ფასდება. აქაც გამარტივებით უნდა დავიწყოთ და შემდეგ შემოვიღოთ აღნიშვნა. ლოგარითმი 2-ის ფუძით x-ისა აღნიშნოთ ტეთი. გარდაქმნის შემდეგ მივიღებთ t კვადრატი - 2t - 15 შეფარდებული t-ზე ნაკლებია ან ტოლია 0-ის. რიცხვი დავშალოთ მომრავლებად. მივიღებთ t + 3 გამრავლებული t - 5-ზე შეფარდებული t-ზე ნაკლებია ან ტოლია 0-ის. ეხლა უტოლობა ამოვხსნათ ინტერვალთა მეთოდით. ტესტთვის მივიღებთ მინუს უსასრულობიდან -3-მდე, -3-ის ჩათვლით, გაერთიანება 0-დან 5-მდე, 5-ის ჩათვლით. 0 ამ შემთხვევაში არ შედის ამონახსნში, რადგან t მნიშვნელშია. ეხლა გავითვალისწინოთ ჩვენი აღნიშვნა. t უდრის ლოგარითმს 2-ის ფუძით x-ისა. პირველი შუალედიდან მივიღებთ x მდებარეობს 0-დან 1/2-მდე, 1/2-ის ჩათვლით. მეორე შუალედიდან მივიღებთ x მდებარეობს 1-დან 32-მდე, 32-ის ჩათვლით. საბოლოო პასუხია x ეკუთვნის 0-დან 1/2-ის ჩათვლით შუალედს. გაერთიანებულს 1-დან 32-ის ჩათვლით შუალედთან. და ბოლოს ერთი კითხვა მაქვს. რატომ არის ეს რუსული სააბიტურიენტო ორქულიანი ამოცანა უფრო რთული, ვიდრე საქართველოში მასწავლებლების გამოცდის ხუთქულიანი ამოცანა? თუ გინდათ ჩემთან მომზადება, ბული ავწერაშია.